დღეს უნდა მოგიყვეთ ნივეას ისტორია. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება რა აზრის ვარ ამ საწყზე. ჯერ მოგიყვებით ცოტათი ისტორიას და მერე აგიხსნით ვისთვის და რისთვის არის ეს სასარგებლო. ამ საწყის ისტორია იწყება 1911 წელს. როცა ქიმიკოსებმა გამოიგონეს ასეთი ფორმულა, ემულსიის ფორმულა, რომელიც იყო წყალი ზეთში. რას ნიშნავდა ეს? ეს იყო ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა, რომ კანს შეეწოვა ეს სუბსტანცია. შესაბამისად დაეტენიანებინა და დაერბილებინა. ნივეას ფორმულა არის ძალიან მარტივი. ძირითადად მასში შედის დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მას აქვს უკვე ბევრი სხვადასხვა პროდუქტი. მე ახლა ვლაპარაკობ კლასიკურ მის ფორმაზე, ეს რკინის ყუთში მოთავსებულზე, ასე ვთქვათ, კლასიკაზე, რომელიც გამოადგება ყველა ტიპის კანის ადამიანს, დაწყებული პატარა ბავშვიდან დამთავრებული ასაკოვანი კანითაც. ამიტომაც ჩემო კარგებო, ვისაც არ აგაქვთ პრობლემები სახეზე, გაქვთ ნორმალური ჩვეულებრივი კანი და თან ბიუჯეტურადაც ძალიან კაი ფასი აქვს ამ საწყს, მთელ მსოფლიოში იყიდება, შეგიძლიათ თამამად იყიდოთ და გამოიყენოთ. წლებმა დაამტკიცა, რომ ეს კრემი აქტუალურობას არ კარგავს დღევანდელ დღემდე. აბა წარმატებულ არჩევას გისურვებთ, ჩემო კარგებო.